სპორტსა და მედიაში ხანდახან სრულიად მოულოდნელი კავშირები იბადება. ასე მოხდა ამჯერადაც UFC-ს ვარსკვლავს მერაბ დვალიშვილსა და ცნობილ მოდელს, ბლოგერსა და ტელეწამყვანს ნინა დრამას შორის. როცა ნინა საქართველოში ჩავიდა მერაბის სამშობლოში, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ქვეყანა სრულიად შეცვლიდა მის წარმოდგენას სიძლიერეზე, კულტურასა და სიყვარულზე. მერაბი კი მისთვის მხოლოდ მეგზური არ ყოფილა. ის გახდა ადამიანი, ვინც ნინას გაკვალული გზით ძველ ტრადიციებთან შეახვედრა. სცენა პირველი, ჭინჭარი. მერაბმა ღიმილით მიიყვანა ნინა ველური ჭინჭრის ბუჩქებთან. ეს ქართული თერაპია, სერიოზული სახით უთხრა მან. და დაიწყო ხელებსა და ფეხებზე ჭინჭრის ფოთლებით შელეთვა. ნინას რეაქცია გულწრფელი იყო, სიცილი, გაკვირვება და ცოტათი ტკივილიც. მაგრამ მან გაუძლო. ამგვარი მეთოდი ხუმრობა არ ყოფილა, ეს მერაბის ხასიათის ნაწილია. მკაცრად, მაგრამ სიყვარულით. სცენა მეორე, მდინარესთან. მშვენიერი მთების ფონზე, მდინარის პირას, მერაბი ასწავლიდა ნინას ნამდვილი ქართული ყველის მომზადებას. კამერების გარეშე, მხოლოდ ბუნება, კოცონი და სიცილი. ნინამ პირველად სცადა სოფლის სამზარეულო და ამ პროცესში ჩაერთო სულით. ეს უბრალოდ ქვეყანა არ არის, ეს სიყვარულია, ასე თქვა მოგვიანებით საკუთარ ვიდეოში. სცენა მესამე, ხალხი და გულშემატკივრები. ქართველი ფანები ყველგან ცნობდნენ მათ. ადამიანები ნინას ეხუტებოდნენ, ფოტოებს იღებდნენ, მადლობას უხდიდნენ. იგი აღელვებული ჩანდა და ვიდეოშიც თქვა, არ ველოდი ასეთ სიკეთეს. ეს ჯადოსნურია. სიხარულით ვტირი, მერაბმა კი ჩუმად უთხრა, ახლა შენც ცოტათი ქართველი ხარ, დასასრული. ნინა დრამა როგორც სტუმარი ჩავიდა, მაგრამ როგორც ნაწილი დიდი ისტორიისა დაბრუნდა. ეს არის ისტორია ქვეყნისა, სადაც მთები, ხასიათია, ჭინჭარი, ვარჯიში და ყველის სული. მერაბი კი. ის მხოლოდ ჩემპიონი არ არის, ის არის ადამიანი, რომელიც გულით აზიარებს თავის ქვეყანას.